მე ძვირფასად ხის რგებო. ეხლა მე მსურს რომ გავაკეთო გაშლა. ამ თვის ენერგიები თქვენთვის. ამ კვირის ერთი კვირა ავიღოთ 15 რიცხვამდე. პირველად ნახოთ, რას გვეუბნება ორაკული და მოდით ნახოთ სფეროების მიხედვით ნოემბრის ძირითადი გზავნილები თქვენთვის რა არის, ძირითადი ენერგია, პირადი და სასიყვარულო ურთიერთობები, სამსახურებრივი ურთიერთობები, მატერიალური ფულთან დაკავშირებული ურთიერთობები, ფინანსები და ბოლოს ჯანმრთელობა, რომელიც მნიშვნელოვანია. როგორც ამბობენ, ბოლო გემრიელი ლუკმა შემოვინახეთ, ხო? ნახოთ ახლა აბა რას გვეუბნება ტარო. სასიყვარულო ურთიერთობებში შეჩერებული მდგომარეობა გვაქვს, ცით რაღაცნაირად ელოდებით მაღალი ძალებისგან, ანუ იმის ჩარევას, ესე ვთქვათ, რომ რაღაცა მოხდება. თქვენ შინაგანად კი ჰარმონიულად გრძნობთ თავს და თითქოს იცით, საით მიდიხართ. თუმცა უკვე რაღაცნაირად ხელი გაქვთ ჩაქნეული და რაღაც გადიხართ, რაღაც სიტუაციიდან გადიხართ და გსურთ, ძალიან გინდათ რაღაცა იდილია. აქ პირდაპირ მიჩვენებენ კარტები, რომ აქ ძალიან ინტუიტიურ ქალბატონთან გვაქვს საქმე. მამაკაცების შემთხვევაში რა თქმა უნდა მამაკაცთან, ან შესაძლებელი მეუღლე ყავთ ესეთი ძალიან ჭკვიანი და ინტუიტიური, ან ქალი ოჯახის წევრი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე რაღაც დაპაუზებული მდგომარეობა, მოდით ვნახოთ სასიყვარულო ურთიერთობები, რაღაც ტურბულენტობას აქვს ადგილი, რაღაცა სიახლის მოლოდინია, რაღაცას ელოდებით თითქოს. დიახ, რაღაცას ელოდებით, რაღაც გეგმებს სახავთ. თავს გრძნობთ რაღაცნაირად მარტო გრძნობთ თავს და მუდმივად გაწუხებთ ფიქრი რაღაცა, რომელიც არ გასვენებთ თავს და არ იცით როგორ მოიქცეთ, არ იცით და ელოდებით მოლოდინის, ნახეთ აქაც სამიანი, ციფრი სამიანი ზოგადად ესეთი ცოტა შეჩერებული მდგომარეობა, როცა შენ ელოდები მიღებას რაღაცისგან ვიღაცისგან, თუმცა უკვე აღარ იცით ფიქრებს, განცდებს რა უყოთ და აი ამ ცოდნას რა უყოთ სასიყვარულო ურთიერთობებში. დრამას ვხედავ აქ, თქვენი თავის მიმართ ძალიან ესე ვთქვათ გაწუხებთ ეს და არ გამოხატავთ სხვებთან, რაც ყველაზე მთავარია. მოდით ვნახოთ სამსახურებრივი ურთიერთობები, აი განსხვავებით პირადი ურთიერთობებისგან, აქ ყველაფერი ძალიან რიგზეა, მოწესრიგებულია, დისციპლინირებულია. სულ ცოტაც და თქვენ უკვე დაიწყებთ გახსნით თქვენს საქმიანობასაც, რაც მოგიტანთ შემოსავალს და იმდენად დიდ შემოსავალს, რომ უკვე იფიქრებთ შემდეგ ნაბიჯებზე, თუ როგორ გადადგათ შემდეგი ნაბიჯები და აქ მე ვხედავ სისავსეს. საქმიან ურთიერთობებში მე ვხედავ წარმატებას, ვხედავ ოდნავ პრაგმატულობას, რაც პრინციპში თქვენ გახასიათებთ, რადგან თქვენ ბრძანდებით არ აქვს მნიშვნელობა მთვარით, მზით თუ აღმავალი ნიშნით, მაგრამ თქვენ ხართ მიწის სტიქის წარმომადგენელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან პრაგმატული ბრძანდებით, ძალიან მიწაზე მყარად დგახართ, ესე ვთქვათ და გათვლილი გაქვთ თითოეული ნაბიჯი. ასე რომ კარგია, გილოცავთ, თხის რქებო, ისე გააგრძელეთ. რაც შეეხება უკვე ფინანსებს, მესამე თვალი ავიდა.
ფინანსებთან დაკავშირებით მიენდეთ საკუთარ ინტუიციას. შეიძლება თქვენ ბევრი რჩევა მიიღოთ, ბევრ აზრს მოусმინოთ, მაგრამ ძალიან გირჩევთ აქ, რომ საკუთარი გულის თქმას მოусმინოთ, რომ რაღაცნაირად დანაკლები დანაკარგები რომ მქონდეთ, იცით, აქ აი სხვისი არ დააკოპიროთ, რაღაც არ ჩადოთ თანხა იმაზე მეტი, აი ფინანსებთან დაკავშირებით, აი პირველივე ცენტრალური აზრი, რაც აქ გამიჩნდა, არის ის, რომ დაუფიქრებლად, განახორციელებთ რაიმე ტიპის ფინანსურ ტრანზაქციას, თუ კი წინასწარ არ გაქვთ გათვლილი, იმიტომ რომ აქ ფორტუნა თქვენსკენ არის იმ შემთხვევაში, თუნდაც რჩევას მიიღებთ თქვენზე უფროსი ადამიანისგან ამასთან დაკავშირებით და ენდეთ თქვენს ინტუიციას, ნამდვილად კითხეთ თქვენს თავს, ეს ჩემი გზა, ეს მინდა, ეხლა აი ამ გარკვეული თანხის დაბანდება ამ საქმეში მინდა თუ არ მინდა, თუ რას მომიტანს. აი ესე თქვენს ინტუიციას ენდეთ და ჩახსენით ეს გარე ხმები, გარშემო ხმები, რომელიც მუდმივად ჩაგვესმის, ხო? ისეთ სტრესულ გარემოში ცხოვრობთ და ჩვენ სოციალურ გარემოში ცხოვრობთ, სოციალური არსებები ვართ და ეს არის ძალიან ბუნებრივი მომენტი. და ერთ შეხება ჯანმრთელობას. ეცადეთ, რომ ბევრი დრო გაატაროთ ბუნებაში, ძვირფასო თხის რქებო. ბუნებაში მზეზე, ესე ვთქვათ, მზის სხივებს დაენახეთ. განსაკუთრებით ეხლა უკვე შემოდგომის სეზონზე, როდესაც უკვე ზამთარი ახლოვდება და თანდათან მზე იშვიათი შეიძლება გახდეს ყოველდღიურობაში და ამიტომ გირჩევთ, რომ მიაქციოთ ყურადღება ახალგაზრდებთან იურთიერთეთ, ეს შეიძლება იყვნენ შვილები, შვილიშვილები, ახალგაზრდა თაობა და სამართლიანად მოეპყარით თქვენს ჯანმრთელობას და მიიღეთ ექიმის რჩევები. არ იგნორირება, არ თვითმკურნალობას აქ არ მიიღოთ ხელი და იგნორირება არ გაუკეთოთ, თქვათ, ექიმის რჩევებს, ამ პროფესიონალის რჩევებს, რომელიც გირჩევთ აქ რა იქნება თქვენთვის უკეთესი. და ბოლოს მოდით ვნახოთ ორაკულის გზავნილი თქვენთვის. ძვირფასო თხის რქებო. გაითავისუფლეთ თქვენი თავი იმისგან, რაც გხებთ უკან. განწმენდის დროა. საკუთარ თავში ნაკლები თავდაჯერებულობა მხოლოდ ესე ვთქვათ არასაჭირო ფუჭ ესე ვთქვათ დარდს მოგიტანთ. ანუ ეხლა მარტივად ვიტყვი, პირდაპირ ვთარგმნე და ეხლა მარტივად გეტყვით ქართულად, რომ გათავისუფლდით ძველი წარსულისგან გათავისუფლდით, აი გუშინდელობისგან, უკვე დღეს აქ და აქ იცხოვრეთ, მომენტში იყავით ბოლომდე და განიწმინდეთ აი ამ ძველი რაღაცა დარდისგან, ფიქრისგან და უსაფუძვლო ფიქრები და დარდები არ გინდათ და ეს დაიბრუნეთ თქვენი თავდაჯერებულობა, თქვენი თვითშეფასება. აი ეს უსარგებლო დარდი და შფოთვა გამოწვეულია იქიდან, რომ თქვენ არიცით თქვენი თავის ფასი ბოლომდე და ეს გაქვთ დასაბრუნებელი და ამაზე გაქვთ სამუშაო. აუცილებლად. ამიტომ იმყოფებით აი გარკვეულ შეჩერებულ მდგომარეობაში ეხლა ამ პერიოდში. ჩემო ძვირფასო თხის რქება, მე ამით გემშვიდობებით და შევხვდებით უახლოეს მომავალში. ბედნიერ ნოემბრის თვეს გისურვებთ.